დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტში მუშაობას განაგრძობს. წინასწარი ინფორმაციით მომდევნო კვირიდან კომისია 2003-2012 წლებში დაკავებული ადამიანების საქმეებს და წამების ეპიზოდებს განიხილავს. მოხდება კონკრეტული ეპიზოდების შესწავლა და სხვადასხვა პირის გამოკითხვაც. მანამდე გასული კვირა აგვისტოს ომს და მის წინა პერიოდს დაეთმო. გამოიკითნენ ყოფილი პოლიტიკური თუ სამხედრო მაღალჩინოსნები. როგორც კომისიის წევრები ამბობენ, მიზანი 2003-2012 წლებში მოქმედი პოლიტიკური რეჟიმის სამართლებრივი შეფასება. თუმცა მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით კომისიის კვლევის სფერო მხოლოდ ეს პერიოდი არ იქნება და მუშაობის პროცესი 2012 წლის შემდგომ პერიოდსაც შეეხება. საგამოძიებო კომისიაზე ინტერესი საზოგადოების არის საკმაოდ მაღალი, როგორც ეს იყო მოსალოდნელი, გამომდინარე იქიდან რომ თვითონ საკითხი არის ძალიან მაღალი ინტერესის მქონე, რასაც ქვია შეფასება ნაციონალური მოძრაობის როგორც რეჟიმის, გამომდინარე იქიდან ჩვენ არაერთხელ ვთქვით, არაერთხელ მათ შორის ხალხის ძალის წერილებში, კომენტარებში ყოველთვის ვამბობდით, რომ მანამ სანამ იქნება ეს რეჟიმი ნაციონალური მოძრაობა, როგორც სამართლებრივად პოლიტიკური პარტია, მანამ ყოველთვის იქნება რისკი სახელმწიფო ინსტიტუტების რყევების, ღალატის და ასე შემდეგ. სისტემურად უკვე დასტურდება ის ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, ნაბიჯები, რომელიც მათ მთელი აი წლების განმავლობაში, რომელიც უკავშირდება ნაცმოძრაობის რეჟიმს და შემდგომაც განახორციელეს საქართველოს ისევ და ისევ წინააღმდეგ. კონკრეტულად ის თემები, რომელიც იყო მიმოხილული გასული კვირის მანძილზე, გულისხმობ ამ შემთხვევაში უკვე ერთი მხრივ ომის თემატიკას, მეორე მხრივ ბიზნესის რეკეტს, რა თქმა უნდა, არ ახალია ქართული საზოგადოებისთვის, თუმცა ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი კიდევ ერთხელ გახდა ხელის გულზე გამოტანილი და გაჟღერებული.